ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალატყეში მდინარე ბუჯის ხეობაში ადგილობრივები საქარა ჰესის მშენებლობის დაწყების მოსამზადებელ სამუშაოებს აპროტესტებენ. მოსახლეობის თქმით, პროექტი მდინარის მნიშვნელოვანი ნაწილის მილებში მოქცევას ითვალისწინებს, რაც გაანადგურებს ბუნებრივ გარემოს, ჩანჩქერებსა და საბანაო ადგილებს, რომლებსაც როგორც ადგილობრივები, ისე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული დამსვენებლები და უცხოელი ვიზიტორები სტუმრობენ. ადგილობრივების თქმით, ჰესის მშენებლობა სერიოზულ ზიანს მიაყენებს ხეობას, უარყოფით და დაისახება ტურიზმსა და სოფლების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, გამოიწვევს კლიმატურ ცვლილებებს და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუარესებას. ეს გადაწყვეტილება ისე მიიღეს, რომ მოსახლეობასთან არავის მოუწევია შეხვედრა. აუცილებელია ყველანაირი კანონიერი გზებით გავაპროტესტოთ, რადგან ბუჯის ხეობის განადგურება სოფლებისათვის და რეგიონისთვის უდიდესი დარტყმა იქნება, აცხადებენ ადგილობრივები. ქუთაის გაენათის ეპარქიაში 3 საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წლისთავისა და წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წამებიდან 400 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია მოეწყო. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულმა მუზეუმმა ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით უძველესი ქართული ხელნაწერების გამოფენა მოაწყო. ბაგრატის ტაძარში ჩატარდა საკათედრო წირვა, დავით აღმაშენებლის საფლავზე გადაიხადეს პარაკლისი. აკადემიის ისტორიულ შენობაში კი დოკუმენტური ფილმის დავით აღმაშენებელი მესიის מחვილის ჩვენება მოეწყო. შედგა წიგნების გელათი და დავით აღმაშენებლის პრეზენტაცია. ჩვენ აღნიშნავთ ღვთისმშობლობას. ეს არის საწინდარი იმისა, რომ ივერია დგას გაბწყინების გზაზე. ეს არის ჩვენი დიდი პატრიარქის ილია მეორის ჯვარცმული მოღვაწეობის ნაყოფი. ეს არის ჩვენი დიდი მღვდელმთავრების პატრიარქთან ერთად მოღვაწე მღვდელმთავრების და განსაკუთრებით მე ვიტყოდი და მოიხსენიებ მეუფე კალისტრატეს დიდი დამსახურება ამ ეპარქიაში აღორძინება სწორედ აი ამ დიდი სულის ქრისტიანული ერთობის აღორძინების დიდი მესვეული ბრძანდება და ჩვენ მცირე პანაშვიდს გადავიხდით ეხლა როცა ჯვარზე მხევა დაიწყება და ჩვენ ვემზადებით ქართველი ერი საქართველოს ეკლესია ემზადება მომავალ წელს რომ აღნიშნოთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი და ისწორედ დავითის 900 წელი უძღვის ამას წინ გარდაცვალებიდან რომ გაგვახსენოს რა მოგვიტანა ჩვენ 17 საუკუნოვანმა ქრისტიანობამ. ჩვენ მოგვიტანა გამწყინვება, სულიერი გამწყინვება და აი ამ გამწყინვების მისია აწევს საქართველოს. ეს დიდი პატივია, მაგრამ
დიდი პასუხისგებლობაც არის, ამიტომ ხუთზე კაცი უნდა გამოვიდეს და დადგეს იმ სულიერ ბრძოლაში, თუ აქამდე ჩვენ ხმით ვიცავდით ჩვენ სარწმუნოებას, დღეს ჩვენ სარწმუნოების დაცვა უნდა ლოცვით და მარხვით. საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის გარეშე ვერ გაუძლებს, არათუ პიროვნება ერი ვერ გაუძლებს მეორედ მოსვლის ღვაწლს. და ამიტომ ივერია უნდა გაბწყინდეს და იგი ყოველი მისი წევრი უნდა იყოს ქრისტეს ხედარი, დედა ეკლესიის წიაღში დამკვიდრებული, როგორც ეს იყო საუკუნეების განმავლობაში, როგორც ეს იყო დავით აღმაშენებლის ჯამს, თამარის ჯამს, როცა ქართველი ერი ერთითა პირითა და ერთითა გულით ადიდებდა ღმერთსა. აი ეს სწორედ ეს ამისთვის გვამზადებს უფალი, ღვთისმშობელი, დავით აღმაშენებელი, აი ამ თავგანწირვისთვის გვამზადებს ქეთევან წამებული, რომლის დღესასწაულიც შარშან შესრულდა 400 წელი მისი მოწამეობრივი აღსასრულიდან და ვინაიდან ეს არის უდიდესი მოვლენა არა მარტო საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში, მთელი საქრისტიანო შეიძრა. საქრისტიანოს მაშინ სჭირდებოდა განმტკიცება, საქრისტიანოს მაშინ დაუპირისპირდა უკვე უღმერთობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე კიდევ უფრო გაძლიერდა და საქრისტიანო ქეთევან წამებულში დაინახა დიდი საყრდენი. წარმოიდგინეთ, არა მარტო ქართველი ერისთვის, მთელი საქრისტიანოსთვის ქეთევანი გახდა საყრდენი და ის სწორედ ეს მაგალითი თავგანწირვისა, ამ მაგალითის გარეშე, დავითის თავდადების გარეშე ივერია ვერ გაუძლებს ამ წინააღმდეგობას. ამიტომ მართებს რომ გავერთიანდეთ აი ამ ჩვენს გზაზე, ჭეშმარიტი სარწმუნოების გზაზე და პატრიარქმა იმდენად დიდად ჩათვალა ქეთევანის მოწამეობრივი აღსასრულის 400 წელი, რომ გამოაცხადა მთელი წელი შარშან დაიწყო და აი წელს გრძელდება და გვირგვინი ამ ზეიმისა იქნება 21 სექტემბერს ალავერდში.
ბაბუშერას ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. აფხაზეთის შეერაღებული კონფლიქტის დროს სოხუმის ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს. 1993 წლის 22 სექტემბერს თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, მოხალისეები, სამედიცინო მუშაკები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ რუსული საბრძოლო ხომალდები და ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს. საჰაერო ხომალდი ბაბუშერას აეროპორტში დაეშვა და მთლიანად დაიწვა. თვითმფრინავში მყოფი 122 ადამიანიდან 108 დაიღუპა. 1992 წლებში აფხაზეთის ომში უგზო-უკლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შესწავლის მიზნით შექმნილია ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი. მოლაპარაკებების შედეგად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით ეტაპობრივად მიმდინარეობს ცხედრების მოძიება, იდენტიფიცირება და გადმოსვენება. ტრაგედია ჩვენი უახლესი ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი უმძიმესი და ტრაგიკული დღე არის. ამ ადამიანების სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ერის ისტორიაში, მათი გმირობის და ჩვენი ვალია, რომ სახელმწიფო სამშვიდობო პოლიტიკით ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათი სულები იყვნენ უკდავყოფილი. მინდა სამძიმარი გამოვუთქვა თითოეულ დაღუპულების ოჯახს, ჩვენ ქვეყანას გადმოსვენებულია სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული და უგზო-უკლოდ დაკარგული იმ პერიოდისთვის ჩვენი თანამებრძოლების ნეშტები. ესეც უდიდესი ჩართულობა იყო როგორც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე წითელი ჯვრის შემადგენლობის. ძალიან ძიმე იყო ეს დღე ჩვენთვის, იმით რომ გამოაცხადა ტელევიზიამ, რომ თვითმფრინავი ფეთქდა. იმ წუთში მაშინთვე გავიფიქრე, ეს ჩემი შვილებია ნამდვილად თვითმფრინავში. არ გაგვიჩერდნენ. სულ ასე გაიქცნენ, სულ ყველა ერთად 7 ბიჭი და ასვეთენ და 7 ბიჭი, ერთი თანატოლები ერთად წავიდნენ და დღესაც ასე დღეში ჩაკმარეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის, უკანონო რეალიზაციის, ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი საცხოვრებელი ბინების შხრეკისას, ასევე ერთ-ერთი ადგილიდან ნივთმტკიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის MDMA, ალფა-პვპ, მეთადონი, გამომშრალი მარიხუანა და მცენარე კანეფია. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასვებისათვის საჭირო მასალები, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის, ხელშეწყობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, მათ შორის 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ამოღებულია 2 კილოგრამამდე მეტადონი და 9 კილოგრამამდე ალფა-პვპ. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლები პირი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 9 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გამოძიების მსვლელობისას ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულისათვის დანაშაულებრივ სქემაში ჩართულ სხვა პირებს საქართველოში შემდგომი რეალიზაციის მიზნით ნარკოტიკული საშუალება სატვირთო ავტომობილით უნდა გამოეგზავნათ. ვინაიდან ბრალდებული დაკავებული იყო, მისი სახით და გარკვეული პერიოდის მანძილზე ვერ ხერხდებოდა მასთან დაკავშირება, გამოძიებისათვის უცნობი პირების მიერ მოხდა მისი ჩანაცვლება სხვა პირით, რომელსაც ჩამოტანილი ნარკოტიკული საშუალება უნდა გადასცემოდა. კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უმოკლეს ვადაში მოხდა დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირების იდენტიფიცირება. დადგინდა, რომ ბრალდებულმა სატვირთო ავტომობილის საშუალებით საქართველოში 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მეტადონი შემოიტანა და აზერბაიჯანის მოქალაქეს შემდგომი რეალიზაციის მიზნით გადასცა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული მსუბუქი ავტომობილის შხრეკისას 2 შეკვრად დაფასებული 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მეტადონი ნივთმტკიცება დამოიღეს. ნარკოტიკული საშუალება ავტომობილის საბარგულში მოთავსებულ მეტალის აგრეგატში მოწყობილ სამალავში ინახებოდა. დანაშაული 20 წლით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ბრალდებით თურქეთის მოქალაქე თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჭხრიკის შედეგად და ასევე სხვადასხვა ადგილიდან იფთმტკიცება დამოიღოს 20 შეკვრა დაფასებული სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება. დაკავებული საცხოვრებელი ბინიდან კი ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი დიდი ოდენობით ფხვიერი და კრისტალური მასა, ასევე ელექტროსასწორი. პოლიციამ პირი ბრალდებულის სახით დააკავა, დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.